სიმდაბლე არ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა, ხალხო. სიმდაბლე და მორჩილება არ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავჩაქინდრული დგას და ყველას ელაქუცება, რომ მან რამე არ შეურაცხყოფა არ მომაყენონ. სიმდაბლე ეს არის ქრისტეს ჩვენში მყოფობა. ამიტომ ადამიანი ვერ იცხოვრებს სიმდაბლით, ვერ იცხოვრებს განსასწრების ქრისტიანული დათმენით, უბრალოდ ფსიქოლოგიურად. ადამიანი სიმდაბლეს, მორჩილებას, მოთმინებას და ესე იგი განსასწრების ქრისტიანულად დათმენას შეძლებს მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენში ქრისტე იცხოვრებს. და თუ ჩვენში ქრისტე იცხოვრებს, ადამიანის დაჩაგვრა, ადამიანის მორალური განადგურება, ადამიანის შეურაცხყოფა, ადამიანის ღირსების შელახვა არის შეუძლებელი. ადამიანი შეიძლება მოკლა, მაგრამ მას მაგალითად წმინდა გიორგის რა ღირსება შეელახა თუ დაიჩაგრა თუ წმინდა გიორგი ან ილია მართალი ჭავჭავაძე, ან სამასი არაგველი, გესმით, ან ვახტანგ გორგასალი, გესმით, რომელიც წმინდანი, ან თვითონ ქრისტე, მან მოციქულები, გესმით, ქრისტიანი ნიშნავს იმას, რომ გულში მას ცოცხალი ღმერთი ყავს, ის ხდება ღვთის ტაძარი, ის ატარებს ქრისტეს დარ თვისებებს, ეს არის სიმდაბლე, სიმშვიდე, მორჩილება, დიცულოვნება, გულმოწყალება, სიყვარული და ასე შემდეგ. რაც შეეხება განსაცდელს, განსაცდელი ეს არის გამოცდა, რაღაც ჩვენ წინ რაღაც ფენომენი დგას, არის გამოცდა, რომელიც მე თუ გადავიარე ღირსეულად, თუ ქრისტე გულში მყავს ღირსეულად, უფრო მეტი მადლი შემოვა ჩემს გულში. და მამაოჩვენოში როა რომ შემიყვანებ განსაცდელსა, ეს ის განსაცდელია, რომელიც ეშმაკმა შეიძლება, იმიტომ ამობს მე მიხსენ ბოროტისაგან, რომელიც ეშმაკმა შეიძლება შემამთხვიოს და ამიტომ მე ვევედრები ჩემ ზეციურ მამას, რომ ჩემი შვილობა რომ რეალიზდეს, გევედრები ისეთი გამოცდის წინაშე რომ დამაყენებ, რომ ჩემმა ქრისტიანობამ ვერ გაუძლოს ამ გამოცდას და ეშმაკისაგან დამიფარე, რომ ისეთი რამე არ შემამთხვიოს, რომელსაც მე ვერ გადავიტან ღირსეულად, როგორც ქრისტიანი. ამიტომ ჩვენში ქრისტეს მაცხოვრებლობა არის სიმდაბლე და განსასწრებსაც ესე გავდივართ. ეს თეორია კი არ არის, როცა ადამიანი ქრისტიანულ ცხოვრებას პრაქტიკულად მისდევს, როდესაც ის ბევრჯერ ნელ-ნელა გამოიცდება იმაში, რომ ღმერთი შიგნით ყავს და გარკვეულ პატარ-პატარა გამოცდებს გადის, პატარ-პატარა განსასწრებს. მერე უკვე მისთვის დიდი განსასწრების ადვილად გადაილახება, ოღონ ამას ფსიქოლოგიურად კი ვერ ახერხებს, არამედ ღმერთი ახერხებს, რომელიც ჩვენში ცხოვრობს. ამიტომ არასმით ხოლმე ქრისტიანული სიყვარული, მტრის სიყვარული, მარჯვენა ლოყის მიშვერა, სიმდაბლის გამოვლინება ურთიერთობებში გონიათ, რომ ესე იგი ჩვენ დავიჩაგრებით, სოციუმში ვეღარ განვითარდებით. არა, ესე არ არის. გესმით, ესე არ არის. სინამდვილეში, როცა შენ სიმდაბლე გაქვს, შენში სამყაროს შემოქმედი ცხოვრობს. ყველაფერი მასზე გაგმინდობელი და შენი შრომის ნაყოფებს საოცარს ნახავ, მე ამ სოფლეშიც კი, იმიტომ რომ შენში ღმერთი ცხოვრობს.